როგორ ვიმუშაოთ გამოთქმებზე? აი მაგალითად TH-ზე, შვაბგერაზე, ვიზე. აი ხო. ვასწავლოთ. გახსოვს ადრე ჩავწერეთ მე მგონი მე და შენ ეს ვიდეო, სადაც საუბრობდით გამოთქმა თუ აქცენტი, იმიტომ რომ არ ვიცი თუ არ აქვს ნანახის ვიდეო, ალბათ მოკლედ გავიმეორებ, რადგან მაშინ ვისაუბრეთ, გამოთქმა აბსოლუტურად განსხვავდება აქცენტისგან და ეს არ უნდა აგვერიოს, ხო, აქცენტი იმდენი არის, რამდენი ქალაქი, სოფელი და ასე შემდეგაც არსებობს native speaking ქვეყნებში. გამოთქმას რაც შეეხება, გამოთქმა არის ასოთა შეთანხმების, ანუ გერების სწორი წარმოთქმა, როგორც ამის წერა უნდა ვიცოდეთ, დაუშვათ TH-ი, რომ ერთად იწერება რაღაც გარკვეულ სიტყვებში, ანალოგიურად ამის გამოთქმაც უნდა ვიცოდეთ. ის ბგერები, რაც შენ ჩამოთვალე და არის კიდევ რამდენიმე ბგერა, სამუშაო ნამდვილად არის, იმიტომ რომ ჩვენს ენაში არ არის და ჩვენი პირის აპარატი არ არის ამას შეჩვეული. ხო, ისევე როგორც ახლა უცხოელს უჭირს სიტყვაზე წ, ჭ, ყ და ასეთი ბგერების წარმოთქმა, ანალოგიურად ჩვენც გვიჭირს თუ საკმარისად არ ვიმუშავეთ. და ნუ ხო არის ეს პრობლემა, რატომღაც დიდად არ ექცევა ამ გამოთქმას ყურადღება. აი ჩვენთან ამაზე ალბათ იმას გეტყვი გასაუბრებაზე მასწავლებლები რომ მოდიან ხოლმე, რაღაც ხანდახან თუ არ მოგწონს ეს გამოთქმები, დავალებებს ვაძლევთ, როგორ იმუშაონ და ალბათ ამას მოგიყვები ახლა. პირველ რიგში სარკესთან უნდა ვიმუშაოთ, იცოდე პოზიციონირება როგორი უნდა იყოს ენის, ამა თუ იმ ბგერის წარმოთქმისას და ამაზე უამრავი ახლა ჩვენი ვიდეოს ფორმატი ამის საშუალებას არ გვაძლევს, რომ ახლა ამაზე ვისაუბროთ, უამრავი მასალა არის ონლაინ, თუნდაც ვიდეოების სახით, სადაც შეუძლიათ ნახონ, როგორი პოზიციონირება უნდა გქონდეს ენას თუ ტუჩებს და ასე შემდეგ, იგივე ხმის იოგები ვიბრირებდეს თუ არა საუბრისას, ჰაერს უნდა უშვებდეთ თუ არა და ასე შემდეგ, და სარკესთან უნდა იმუშაონ და რაც მთავარი არის, აუცილებელია ჩაწერა ხმის, იმიტომ რომ ხშირად, როდესაც საუბრობთ, აი ამ ვიდეოს თუნდაც რო ნახავ ხო შენი ხმა ხო სხვანაირად გესმის ვიდეოში ან სადღაც რო ისმენ, ვიდრე ის რაც რეალურად გქონია ახლა ლაივში რო საუბრობთ და ანალოგიურად არის, შეიძლება ადამიანს ეგონოს რომ სწორედ გამოთქვავს ამას და რეალურად არ გამოთქვავდეს, ამიტომ უნდა ჩაიწეროს აუცილებლად თავისი ხმა და შემდეგ მოусმინოს ამას და ასე გამოასწოროს და სამუშაო არის ნამდვილად ბგერები და არავის არ უნდა გქონდეს რაღაც არც მორიდება ამისი, თუ კი უნდა, რა თქმა უნდა, რომ სწორი გამოთქმა გქონდეს, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენი პირის აპარატი არ არის ამას შეჩვეული და თუ გაითვალისწინებენ ამ ურჩევა მივეცი ხო ამ წუთას სარკესთან საუბარი გამოთქმები და ხმის ჩაწერა და შემდეგ მოსმენა ყველა ბგერის შეძენა და დამუშავება ძალიან მარტივად შესაძლებელია. და ჩვენი პედაგოგები ისე არც ერთი ბგერის შეცდომას არ გაპატიებენ გაკვეთილზე. არ გაპატიებენ ისე ხისტად კი არა, ყოველ ბგერას გისწორებენ ყოველ შეცდომას. ფაქტორის კარგი პოინტი ახსენე ახლა, ეს მეთოდი, რასაც ჩვენ ვიყენებთ, დაუყოვნებლივ დაშვებულ შეცდომას, საერთოდ თუ დააკვირდები, არასწორად მასწავლის გადაკეთება შემდეგ უფრო რთულია, იმიტომ რომ ჩვევაში გაქვს უკვე, ვიდრე თავიდანვე სწორად სწავლა და ზუსტად ამას ემსახურება ეს ჩვენი მიდგომები, რომ დაუყოვნებლივ დაშვებულ შეცდომას გისწორებენ იმისთვის, რომ უკვე თავიდანვე სწორად დაიმახსოვრა. იმ გასაგებია სწორი.